3 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ისევ ციხეშია. ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენტენციურ დაწესებულებაში ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზეზით დააბრუნეს. თუმცა თავად პატიმარი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. დღეს საკანში სააკაშვილის პირველი სტუმრები უფლებადამცველები იყვნენ, რომლებმაც ციხიდან მისი ვრცელი წერილი გამოიტანეს. მსჯავრდებული სააკაშვილი საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამს, თუ რატომ მოხდა მისი მოულოდნელი ეტაპირება საავადმყოფოდან საკანში. ივანიშვილმა თავის დროზე აიღო ვალდებულება ჩემი სიცოცხლის შენარჩუნების და ახლა ამ ნაბიჯით ეუბნება ევროპელებს და ამერიკელებს, რომ ეს დაპირება როგორც ყველა სხვა ძალაში აღარა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებულია მოსკოვთან. ადვოკატები აცხადებენ, რომ პენტენციური სამსახურის გეგმების შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ. ფაქტის შესახებ მაშინ გაიგეს, როცა მათი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე ციხეში იყო გადაყვანილი. იმის გამო, რომ სააკაშვილი პენტენციურ დაწესებულებაში არასამუშაო საათებში შეიყვანეს, უფლებადამცველებმა მისი მონახულება მხოლოდ დღეს შეძლეს. გაფრთხილება არ ყოფილა, რაც შეეხება სამედიცინო მაჩვენებლებს, არანაირი ინფორმაცია წინასწარ კლინიკას არც უშუალოდ მიშასთვის, არც ადვოკატებისთვის, არც ოჯახისთვის არ მიუწოდებია. არც პენტენციურ სამსახურს წინასწარი ინფორმაცია არ მოუწოდებია ჩვენთვის, რომ ეს ღონისძიება იგეგმებოდა. სააკაშვილი აცხადებს, რომ მას უამრავი ბადრაგი დაყვება და განსაკუთრებული ზომებია მასთან დაკავშირებით მიღებული. ასევე პენტენციურ სამსახურს საყვედურობს, რომ მის საკანში ტელევიზორი მხოლოდ რუსულ და აზერბაიჯანულ არხებს აჩვენებს. ამჯერად ციხე მთლიანად გავსებული დამხვდა. ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე. ეთყობა ეშინიათ სხვებია შემოვიერთო საკნიდან და რევოლუცია არ მოვაწყო. და კიდევ ერთი ძალიან ნიშანდობლივი მომენტი. საკანში ტელევიზორში მარტო რუსული არხები მაქვს, თუ არ ჩავთვლით ერთ აზერბაიჯანულ არხს. ტელეფონში კი პატიმრების მოძრაობაზე უზარმაზარი საცობებია. ვივამედის კლინიკური დირექტორი ახსნა განმარტებებს აკეთებს, რატომ გასცა კლინიკამ 3 წლის თავზე სააკაშვილის ციხეში დაბრუნების რეკომენდაცია. ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ პაციენტს ყველა კვლევა ჩაუტარდა, გაიარა შემოწმებები, რითიც დადასტურდა სააკაშვილის ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. ექიმები აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობები პაციენტის ოჯახს ხელთ აქვს. ჯანმრთელობის მონაცემები არანაირად აღარ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ გაგრძელებული იყოს სტაციონარულ პირობებში მისი მკურნალობა. იცნობა პენტენციურ სამსახურს, დაყვანილი იქნა უკვე იქ, სადაც არის მისი ძირითადი ასე ვთქვათ სამყოფელი. გასაგებია და ანუ შემოწმება ყველაფერი გაიარა და ამის საფუძველზე მიიღეთ გადაწყვეტილება. ამ წელია მეტი ყოველ ჯერზე ყველანაირ შემოწმებას გაგრძელებ, ხომ მე არ გეპარებოდ, რომ ჩვენ მისთვის არაფერი დაგვიგია. კი ბატონო, და აი ბოლო შემოწმება როდის გაიარა? პაციენტთან აქვს ეს დოკუმენტაცია. სააკაშვილის დედა თბილისში არ იმყოფება, ამიტომ შვილის ნახვა ჯერჯერობით ვერ მოახერხა. შვილის ეტაპირების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისგან შეიტყო. დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ პუტინის დავალებით მიიღო. ძალიან კარგად ახსოვს 2008 წელი ეს ომი რუსეთის შემოჭრა, ეს საშინელი დღეები. და ისიც გვახსოვს, როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება თქვა, რომ არაუშავს ის თავისას მიიღებსო, რაც დაიმსახურაო და მიიღებს ამას ქართველების ხელით. და აი ამას ხედავთ ახლა, ზუსტად ეს ხდება პროგრამით მიდის ყველაფერი. ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ქართული ოცნების გადაწყვეტილება მისი ციხეში დაბრუნების თაობაზე დიქტატურისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია. ქვეყანაში დიქტატურის კონსოლიდაციის ნაწილია რეჟიმის გუშინდელი გადაწყვეტილება 13 წლის თავზე ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებიდან ივანიშვილის მთავარი მეტოქე და პოლიტიკური მტერი, ისევე როგორც პერსონალური მტერი, დღესაც სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით ექს-პრეზიდენტის ციხეში დაბრუნება ლოგიკური და სწორია, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად გამოსწორებულია. მე მგონია, რომ ეს აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილებაა. ყოველ შემთხვევაში ამასთან დაკავშირებით საპირისპირო არგუმენტსაც ვერავინ შეძლებს რომ თქვას, რატომ არ უნდა მომხდარიყო ასე ვთქვათ ამ გადაწყვეტილების მიღება და მისი აღსრულება. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, რა თქმა უნდა, ის უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში. ამიტომ მე არ მესმის მცდელობებისა, რომ
ვინმემ რამე ამისგან ან უარყოფითი ნახოს, ან რაღაც გაუგებრობა ნყოს. ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტი კლინიკა ვივამედში პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და რომ ეს პრივილეგიები ბოროტად გამოიყენა, რაც მათი განცხადებით იმაში გამოიხატება, რომ სააკაშვილი თანაგუნდელებს პოლიტიკურ დირექტივებს აძლევდა. ამ თავისი აქტიურობით დაინძინა მდგომარეობა, გამოძიება დაიწყო მის მიმართ. ის კაბინეტში და კაბინეტიდან რევოლუციას ხელმძღვანელობს. რასაკვირველია, შესაბამისმა სტრუქტურამ თქვა, რომ ამ ადამიანს არც ეს პრივილეგია ეკუთვნის, რომელსაც ბოროტად იყენებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გვაძლევს იმის წინაპირობას, რომ იგი საავადმყოფოში დარჩეს. როცა მას ჭირდებოდა ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ჭირდებოდა სამედიცინო მომსახურება, ან მიიღო ეს მომსახურება, იცით რომ დემენცია დაამარცხა ექიმის და წამალის გარეშე მიხეილ სააკაშვილმა და ახლა გააგრძელებს საჯარო მოხდას ისე, როგორც მანამდეც უნდა მოეხადა. მიხეილ სააკაშვილი ვივამედში 2022 წლის მაისში მოათავსეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკა არ დაუტოვებია, თუმცა მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა გუშინ დღის მეორე ნახევარში შეწყდა. პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გუშინ გვიან საღამოს გაავრცელა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას აღარ ესაჭიროება სტაციონალური მკურნალობა. სწორედ ამ არგუმენტით სააკაშვილი მეორე დღეა რუსთავის მე-12 ციხეშია.